ღრმად გაყინულ აქტიკულ წრეში 40 მილიონ დოლარიანი ბირთვული ბომბდამშენი იწვი. ათასობით მილის მოშორებით ხმელეთით გაშემორტყმული ენერგეტიკული ციხესიმაგრე ირღვევა. ღია ზღვაში აჩრდილის გემი ბნელში ნადირობის ობიექტი ხდება. მოსკოვს ეგონა, რომ ეს ობიექტები გეოგრაფიულად უსაფრთხო იყო. მათ მილიარდები დახარჯეს გადაფარულ რადარულ ბადეებში, გაუვალი საჰაერო თავდაცვების აგებაში. ისინი ფიქრობდნენ, რომ მანძილები უბრალოდ ძალიან დიდი იყო. ისინი ცდებოდნენ. ცენტრალური ხმელთაშუა ზღვა 800 ფუტის სიგრძის სატვირთო გემი ჭრის მუქი შავი წყალს. ეს არის კენდილი. ის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია. საიდუმლო არმადა, რომელიც შექმნილია ნავთობის გადასაზიდად და გლობალური სანქციების ასარიდებლად. ფლოტის შეკრება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაჯდა. ახლა ის მოსკოვისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის შემოსავალს ქმნის. ესენი მოძველებული ტანკერები არიან ჟანგმონდებული კორპუსებით, რომელთაგანაც ბევრი ტრანსპონდერს თიშავს და გემზე არც დროშა აქვთ, არც სახელი აწერიათ. რუსეთს სასოწარკვეთილად სურს, რომ ეს გემები დამალული იყოს, მაგრამ როგორ უნდა მიაგნო და დაარტყა სამიზნეს, რომელიც ყველა ოფიციალური რუკიდან ამოშლილია. თავდაცვის ანალიტიკოსები ეჭობენ, რომ უკრაინამ დასავლური კომერციული სატელიტური კონსტელაციები გამოიყენა კენდილის დასამიზნებლად. სინთეზური აპერტურის რადარის, ანუ SAR-ის გამოყენებით, შეგიძლია გემის განათება ან თუნდაც ტრანსპონდერი გამორთო, მაგრამ მიკროტალღური იმპულსისგან დამალვა შეუძლებელი. ესე არის საშუალებით, სატელიტები რადარის ტალღებს ოკეანეზე ასხივებენ. წყალი კი სიგნალს სიბნელეში აფანტავს. მაგრამ უზარმაზარი ნავთობის ტანკერის ვერტიკალური ფოლადის კედლები ზუსტად სარკესავით მოქმედებს. სატელიტისთვის კენდილი შუქურასავით განათდა და ეს ნიშნავდა, რომ ხომალდს თალყურს ადევნებდნენ. სადღაც სიბნელეში პატარა სამოქალაქო ხომალდი უზარმაზარ ტანკერს მიხვებოდა, ვიზუალური დიაპაზონის მიღმა რჩებოდა. ეს იყო დრონების დედახომალდი და მის გემბანზე სპეციალიზებული ოპერატორების ჯგუფი ელექტრომძიმეამზე ჰექსაკოპტერს ამზადებდა. ეს არის მოდიფიცირებული კომერციული ტექნოლოგია, რომლის ღირებულება $20,000-ზე ნაკლებია. მაშინ, როცა შორ მანძილზე მოქმედი დრონები ხმაურიან ბენზინის ტრავებს იყენებენ, ეს ჰექსაკოპტერი სულად ელექტროა. მისი როტორები უხმოდ მუშაობენ ოკეანის ქარის გუგუნის ფონზე. ეს ელექტროდრონები საწვავის ავზებს დამატებით საბრძოლო ძალაზე ცვლიან, რაც მათ საშუალებას აძლევს 20 ფუნტის საბრძოლო კობინი ატარონ. ეს ტაქტიკური თვალსაზრისით 200-იანი ჯაველინის ანტიტანკო რაკეტის ეკვივალენტია, მაგრამ ბევრად იაფიღირს. ჰექსაკოპტერი გემის რწევად გემბანზე აფრინდა და ცაში აიჭრა. ტანკერისკენ პირდაპირ ფრენა ხომალდის განგაშს გამოიწევდა, ამიტომ პილოტმა გეომეტრიული ბრმა წერტილი უნდა გამოეყენებინა. მასიური ტანკერი, როგორიც კენდილია, თავისივე კორპუსის უკან რადარის ჭრდილს ქმნის. მაგრამ ცუქიჩოდან ძალიან დაბალი კუთხით მიუახლოვდები, პატარა დრონები დაფარული რჩებიან. დედახომალდზე კი დრონის პილოტი უყურებდა, როგორ იზრდებოდა გემის ნაცრისფერი სილუეტი, წამიდან წამამდე მარცვლოვან ეკრანზე. როცა უფრო ახლოს მივიდა, ელექტრული ბზუილით მისი როტორები ქარის ხმაურში იკარგებოდა. პილოტმა სამიზნის ძებნა დაიწყო. მან დრონი ვერტიკალურად აწია გემის ქიჩოზე, გვერდი აუარა კორპუსს და გემის მოაჯირს გადააცილა. პილოტმა ყურადღება არ მიაქცია საკაპიტნო ხიდს და საცხოვრებელ ნაწილს. ამის ნაცვლად, მან სამიზნე მანიფოლდზე გაამახვილა, გემის ყველაზე სუსტი წერტილზე და სასხრეთს გამოკრა. ეკიპაჟს საკაპიტნო ხიდზე წარმოდგენას არ ექნებოდა რა ელოდათ. არ ყოფილა არც რაკეტის ღრიალი, არც გამანადგურებლის ხმა, მხოლოდ მოულოდნელი შემზარავი აფეთქების ხმა. 20 ფუნტის საბრძოლო კობინი პირდაპირ მანიფოლდზე აფეთქდა. მისი კუმულაციური მუხტი მთელ ენერგიას გამდნარი სპილენძის წვეტიან ჭალში აკონცენტრირებდა, რომელსაც შეეძლო მყარ ფოლადში შეღწევა. აფეთქებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. გაანადგურა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა და მკისიერად მწყობრიდან გამოიყვანა კენდილი. გემი გადაუჩა დარტმას, მაგრამ მას სერიოზული შეკეთება დასჭირდებოდა, სანამ კვლავ შეუერთდებოდა ჭრდილის ფლოტის რიგებს. ამ დროისთვის ის იყო მხოლოდ 115,000 ტონის ქაღალდის საწონი, მულტიმილიარდიანი დოლარის ლოგისტიკური ჯაჭვის მთავარი კომპონენტი, რომელიც გააუნებელყო $20,000-იანმა დრონმა. მაგრამ ღია ოკეანე სრულიად დაუცველია. მიწაზე მდებარე ციხესიმაგრის, რომელსაც ელექტრონული კედელი იცავს, დაზიანება სრულიად განსხვავებულ მექანიზმს საჭიროებს. 2000 მილი აღმოსავლეთით ევრაზიის გულში მდებარეობს კასპიის ზღვა. ეს მოსკოვის პირადი ტბაა. ის სრულიად ხმელეთით არის გაშემორტყმული. სრუტეები ან წყალქვეშა ნავებისთვის ფარული შესასვლელები არ გააჩნია. წყალზე განთავსებულია მასიური, მრავალმილიონიანი ოფშორული საბურღი პლატფორმები, რომლებიც ეკუთვნის რუსულ ენერგეტიკულ გიგანტს ლუკოილს. ეს პლატფორმები კრემლის საომარი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. ისინი მილიონობით ტონა ნავთობს ამუშავებენ. ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ და პირდაპირ ამარაგებენ რუსულ სამხედრო ძალებს. უკრაინას, რომელსაც კასპიის ზღვაზე საზღვაოწდომა არ აქვს, სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ციდან ეცადა. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა იყო. მათ წინ უზარმაზარი ელექტრონული კედელი იდგა.
პლატფორმებსა და უკრაინის საზღვარს შორის ასობით მილიმეტრული საჰაერო სივრცე იყო გადაჭიმული. ის სავსეა რადიოელექტრონული ბრძოლის ზონებით, დებით და შორ მანძილზე მოქმედი S-400 ტიპის საზენიტო სარაკეტო ბატარეებით, რომელთაგან თითოეულის ღირებულება $500 მილიონ მეტია. ამ დაბრკოლებების გადალახვა და პლატფორმაზე დარტყმა ხმელეთით გასშემორტყმულ ზღვაში სრულიად ახალ სტრატეგიას მოითხოვდა. მათი ტერიტორიის სიღრმეში სპეციალური ოპერაციების ძალებმა კოორდინირებული შეტევა განახორციელეს. შორ მანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონების ჯგუფით. სიჩუმით მომუშავე ელექტროჰექსაკოპტერისგან განსხვავებით, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში გამოიყენებოდა, ესენი ფიქსირებული ფრთის მქონე საფრენი აპარატები იყვნენ. ღია წყაროების დაზვერვა მტკიცედ მიუთითებს, რომ ისინი იყენებენ ადგილობრივად წარმოებულ ლიუჩის, რაც ნიშნავს მრის ხანეს. საკმაოდ შესაფერი სისახელია. ამ დრონებიდან თითოეულის ღირებულება დაახლოებით $200,000 შეადგენს. მას აქვს 22 ფუტის სიგანის ფრთები და მუშაობს ხმაურიანი ბენზინის ძრავით. მინის ბოჭკოსგან დამზადებული, მას აქვს დიდი ფრინველის რადარული ანაბეჭდი, ხოლო ცხვირში მოთავსებულია დამანგრეველი 110 ფუნტის წონის მაღალი აფეთქების საბრძოლო ქობინი. მაგრამ ელექტრონული კედლის პრობლემა მაინც რჩებოდა. რუსული ელექტრონული ბრძოლა შექმნილია იმისთვის, რომ დააბნიოს GPS სიგნალები და გაწყვიტოს დისტანციური მართვის კავშირები. თუ სტანდარტული დრონი იმ საჰაერო სივრცეში შედის, მისი ტვინი იწვება, ის კარგავს კოორდინატებს და ვარდება. უკრაინელმა ინჟინრებმა კედელი გვერდი აუარეს, წარმოუდგენელი გზით, მათ მთლიანად ამოიღეს GPS. გადარჩენისთვის დრონები, როგორიცაა ლიოჩი, ეტყობიან ავტონომიურ ხელოვნური ინტელექტის სისტემას, რომელსაც მანქანური ხედვა ეწოდება. ზღვაში მოთავსებული კამერა უყურებს მიწას და მუდმივად ადარებს ფიზიკურ რელიეფს წინასწარ ჩატვირთულ მაღალი გარჩევადობის სამგანზომილებიან რუგას. მის მყარ დისკზე ის ნავიგაციას ახორციელებს გზების, მდინარეებისა და მთების ზუსტი ფორმების ამოცნობით. რადგან მას აქტიური სატელიტური კავშირი არ სჭირდება, არაფერია, რაც შეიძლება გაწყდეს ან კავშირი დაიკარგოს. და რადარის პადეების თავიდან ასაცილებლად, ფრენის მარშრუტის რეკონსტრუქციები ამას მიუთითებს. ეს დრონები ძალიან დაბლა, მიწის ზედაპირთან ახლოს დაფრინავენ, რელიეფს მიყვებიან, მდინარის ხეობებში ჩადიან და გარყინული ხეების მწვერვალებიდან მხოლოდ 150 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავენ. ესეთი დაბალი ფრენით ისინი პირდაპირ რუსეთის S-400 ბატარეების რადარის ჰორიზონტის ქვეშ შეძლებდნენ შეპარვას. საათების განმავლობაში დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო საჰაერო თავდაცვის პადეში, ნემსის ყუნჩი გავლის შემდეგ, დრონებმა საბოლოოდ კასპიის ზღვას მიაღწიეს. ღია ოკეანეში არ არის მდინარის ხეობები ან ხეები, რომლებსაც უკან დამალვა შეიძლება. სავარაუდოდ, სანაპიროს რადარის ბოლო რგოლის ასაცილებლად, დრონებმა სიმაღლე შეამცირეს და წყლის ზედაპირიდან სულ რამდენიმე ათეული ფუტის სიმაღლეზე იფრინეს. ტალღებზე მრავალი მილის გავლის შემდეგ, მათი სამიზნეები გამოჩნდა. ლუკოილის პლატფორმა 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ისინი განათებულია მრავალი ძლიერი ინდუსტრიული პროჟექტორით და დრონის ოპტიკური სენსორებისთვის მათი გამოტოვება შეუძლებელია. როდესაც გუნდი საბოლოო მანძილზე მიუახლოვდა, ისინი ფორმაციას დაშორდნენ. ქალკეული დრონები ჯგუფიდან გამოეკვნენ და სამ სხვადასხვა სამიზნეს მიემართნენ: ფილონოვსკის, კორჩაგინისა და გრაფერის პლატფორმებს. წამყვანი ლიუჩის დრონის ციფრულ ტვინში მისია ნავიგაციიდან საბოლოო შეტევის ფაზაზე გადავიდა. ზღვის დონეზე ფრენისას ფიქსირებული ფრთის მქონე დრონი ვერ შეძლებს პირდაპირ შეეჯახოს ნავთობკოშკის სქელფოლადის ბოძებს. სტანდარტული შეტევის პროფილების მიხედვით, მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად მას უნდა დაარტყას შედარებით რბილ, მნიშვნელოვან მექანიზმებს ზედა გემბანზე. 2 მილის დაშორებით დრონმა შეასრულა სწრაფი აწევის მანევრი. მისი ფრენის კომპიუტერმა ცხვირი მაღლა ასწია და სწრაფი ასვლა დაიწყო. მან გადალახა პლატფორმის მაღალი ზემოთაშენების სიმაღლე, მიაღწია უმაღლეს წერტილს და მაშინვე გადავიდა მკვეთრ ვარდნაში. მტკიცებულებები მიუთითებს ქირურგიულ დარტყმაზე. მანქანური ხედვა გაანალიზებდა მასიური დანადგარის რთულ გეომეტრიას და ზუსტად მიაგნებდა დანადგარის ოპერაციულ სიცოცხლის ხაზს, გაზის ტურბინებსა და ენერგოგენერატორებს. მიზანი აღმოჩენილია. ქვემოთ გემბანზე ღამის ცვლის ეკიპაჟი სრულიად ბრმა იყო საფრთხის მიმართ. ბოლო რაც მათ გაიგეს იყო მოულოდნელი, ავის მომასწავებელი წივილი, ბნელიდან მომქროლი გაზის ძრავის ხმა. ჰამის ხედვის კადრებში, რომელიც მოგვიანებით უკრაინის სპეციალურმა ძალებმა გაავრცელეს, ზუსტად ჩანს ეს მომენტი. დრონის ხედვიდან თურბინის გემბანის ფოლადის ბადე ზუსტად სამიზნეშია მოქცეული. ის უფრო და უფრო ახლოვდება, სანამ მოულოდნელად ეკრანი არ გადაირჩება სტატიკაზე. ეს იყო პირდაპირი ერთდროული დარტყმა სამივე პლატფორმაზე. როდესაც ნავთობის პლატფორმას ასაფეთქებლებით დაარტყამ, ელოდებით ცეცხლის ბურთს და მილიონობით გალონი ნედლი ნავთობის გადმოღრას წყალში. მაგრამ როცა თავდაცვის ანალიტიკოსებმა მეორე დილით კასპიის ზღვის სატელიტური სითბური რუკები შეამოწმეს, ტერიტორია სრულიად სუფთა იყო. არანაირი თერმული კვალი ან მასიური ნავთობის ხანძარი არ დაფიქსირებულა. დრონები უბრალოდ ბრმად არ ჩამოვარდნილან. საბოლოო ეტაპის ხელოვნური ინტელექტის მართვით აღჭურვილმა ოპტიკურმა სენსორებმა სპეციალურად აიცილეს თავიდან ჭაბურღილის თავზე არსებული მაღალი წნევის სარქველები, რითაც თავიდან აიცილეს უკონტროლო ამოფრქვევები. ფრაგმენტაციულმა საბრძოლო თავაკებმა გაანადგურეს ის მექანიზმები, რომლებიც ნავთობის ამოტუმბისთვის იყო საჭირო, ისე რომ ჭაბურღილები არ აალებულა, რამაც რუსეთის უდიდესი ოფშორული საბადოები პარალიზებული დადოა და მათ ოპერაციების მყისიერი შეწყვეტა აიძულა. ფინანსური ზიანი უზარმაზარი იყო.
მრავალმილიარდიან ობიექტს ფუნქციონირება შეუჩერდა და ყოველდღიური მილიონობით შემოსავალი გაქრა, რაც ომის დაფინანსებისთვის ვეღარ გამოიყენებოდა. სიმართლის დადგენა ამ დათმებზე თითქმის ისეთივე რთულია, როგორც მათი განხორციელება. თავარი მედია იშვიათად აშუქებს ბრძოლის ველის რეალობას, ხოლო სხვა არხები ჭორებს ეკრთნობიან ან უბრალოდ იგონებენ მომხდარს. ჩვენ არ ვარაუდობთ. ჩვენ აღვადგენთ თანამედროვე ომის მექანიკას, ღია წყაროების დაუმუშავებელ დაზვერვაზე დაკვრთნობით. თუ გსურთ ნამდვილი სიმართლე და არა სამხედრო ფანტასტიკა, გამოიწერეთ არხი ახლავე. კასპიის ზღვის დათმამ რუსეთს მხოლოდ ფინანსური ზიანი კი არ მიაყენა, არამედ ფსიქოლოგიური ზიანიც გამოიწვია. იაფი და ავტონომიური დრონების ეპოქაში რუსეთის ფედერაციის უზარმაზარი ტერიტორიული გაშლა კრიტიკულ სისუსტედ იქცა. შეუძლებელია, რომ 500 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემა თითოეულ ნავთობის პლატფორმაზე, გადამამუშავებელ ქარხანასა და ავიაბაზაზე განათავსო 11 დროის სარტყელში. მოჩვენებოდა, რომ მანქანური ხედვა იყო საბოლოო იარაღი რუსეთის გეოგრაფიული თავდაცვის წინააღმდეგ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ყველაზე ექსტრემალური შეტევის განსახორციელებლად უკრაინას უფრო ჭკვიანი დრონი არ სჭირდებოდა, მათ უფრო უბრალო სჭირდებოდათ. 2000 მილი ჩრდილოეთით, არქტიკის წრის გაპინულ სივრცეში, მდებარეობს ოლენიის ავიაბაზა. რუსეთის სკოლას ნახევარკუნძულზე მდებარე ოლენიის ავიაბაზა მასპინძლობს რუსეთის მასიურ Tu-2M3 სტრატეგიულ ბომბდამშენთა ფლოტს. ეს ზებგერითი, ბირთვული იარაღის მატარებელი თვითმფრინავები თითო დაახლოებით 40 მილიონი დოლარი ღირს. და ისინი რუსეთის შორმანძილზე დარტყმის შესაძლებლობების საყრდენს წარმოადგენენ. ომის განმავლობაში ეს ბომბდამშენები ამ არქტიკული თავშესაფრიდან აფრინდებოდნენ, სამხრეთისკენ მიფრინავდნენ და 22 ფრთოსან რაკეტებს უკრაინის ქალაქებში უშვებდნენ. ეს არის 12000 ფუნტის წონის ზებგერითი ავიამზიდების გამანადგურებელი რაკეტები, რომლებიც თავდაპირველად ცივი ომის დროს ამერიკული გემების ჩაძირვისთვის შეიქმნა. რუსეთმა ისინი ტერორის იარაღად გადააკეთა, რომ ასობით მილის დაშორებიდან საცხოვრებელი კორპუსები გაანადგუროს. ბომბდამშენები რუსული საჰაერო სივრცის სიღრმიდან ისვრიან და ფრონტის ხაზსაც კი არ კვეთენ. უკრაინის საზღვიდან 1100 მილზე მეტად დაშორებული ეს ობიექტები კრემლს მათემატიკურად მიუწვდომლად მიაჩნდა. მათ მისაღებად იარაღს უნდა გაევლო რუსეთის მილიარდ დოლარიანი რადარის ბადეები. შემდეგ კი უნდა გადაეტანა არქტიკა. სტანდარტული სამხედრო დრონებისთვის უკიდურესი სიცივე სასიკვდილო განაჩენია. ყინული გროვდება კომპოზიტურ ფრთებზე, ანადგურებს აეროდინამიკას და თვითმფრინავს ციდან აქტებს. თუნდაც არქტიკის ზაფხულში, უპილოტო თვითმფრინავის ასეთ პირობებში, ასე დიდ ხანს და ასე შორს ფრენა შეუძლებლად ითვლება. აბა, უკრაინამ ეს როგორ მოახერხა? მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი გაშვების მეთოდები გასაიდუმლოებულია, ავიაციის ექსპერტები ერთ სავარაუდო მიზეზზე მიუთითებენ. ეს არ არის მრავალმილიონიანი სტელს დრონი. ეს სამოყვარულო თვითმფრინავია. Aeropract A22 Poxbati არის ულტრამსუბუქი ორსადგილიანი სამოქალაქო სპორტული თვითმფრინავი, რომელიც უკრაინაშია წარმოებული. შეგიძლია თავადაც იყიდო ახალი, დაახლოებით $90,000. ის დამზადებულია მსუბუქი ალუმინისა და ტილოსგან. მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 130 მილი საათშია. ეს თვითმფრინავი განკუთვნილია იმისთვის, რომ კვირა დღის შუადღეს სასიამოვნო ფრენები განახორციელო. მაგრამ უკრაინელმა ინჟინრებმა ამ სამოქალაქო ავიაციის სათამაშოს შეხედეს და გააცნობიერეს, რომ ის შეიძლება გადაქცეულიყო საბოლოო გრძელდისტანციური იარაღად. მათ კაბინა მთლიანად დაცალეს. მოხსნეს მგზავრების საوارძლები და პანელი, რათა წონა შეემცირებინათ. მათ ადგილას კი სპეციალურად დამზადებული დამატებითი საწვავის ავზები დაამაგრეს. ამან მისი მოქმედების რადიუსი თითქმის 2000 მილამდე გაზარდა. შემდეგ კაბინაში მაღალი სიმძლავრის ფრაგმენტაციული საბრძოლო თავი განათავსეს. შემდეგ მათ სპეციალიზებული რობოტული სერვოები, ფაქტობრივად მექანიკური მკლავები, პირდაპირ თვითმფრინავის საჭის სვეტსა და პედლებზე მიაერთეს. ესენი იყენებდნენ ავტონომიური მანქანური ხედვის, ხელოვნური ინტელექტის ადრინდელ ვერსიას, რომელიც მოგვიანებით კასპიის ზღვაში გამოიყენეს. მათ პილოტირებული სამოქალაქო თვითმფრინავი ნელა მოძრავ, მაგრამ ჩაუხშობელ საკრუიზო რაკეტად გადააქციეს. აბა, როგორ გადარჩა ნელი, პროპელერიანი სპორტული თვითმფრინავი მრავალმილიარდიან საჰაერო თავდაცვის სისტემას? თავდაცვის ანალიტიკოსების მთავარი თეორია ეკრნობა რადარის ხარვეს, რომელსაც დოპლერის ბრმა ზონა ეწოდება. იმისთვის, რომ რადარის ეკრანები არ გადაიტვირთოს ფრინველების გუნდებით ან გზადკეცილის მოძრაობით, პროგრამა ავტომატურად ფილტრავს იმ ობიექტებს, რომლებიც გარკვეულ სიჩქარის ზღვარზე ნელა მოძრაობენ. როდესაც A22 მხოლოდ 80 მილის სიჩქარით მიფრინავდა, ის ზუსტად ამ ბრმა წერტილში ხვდებოდა. რუსული რადარის პროგრამა აქტიურად ფილტრავდა თვითმფრინავს, მას უბრალოდ ფონურ ხმაურად მიიჩნევდა. რადარის ოპერატორებისთვის ეს უბრალოდ ჩიტების გუნდის ან უცნაური ამინდის მსგავსი გამოჩნდებოდა. და რადგან ის თავდაპირველად შექმნილი იყო როგორც პილოტირებადი თვითმფრინავი, რომელსაც შეეძლო 2 ადამიანის წონის ტარება რთულ ამინდში, მისი გადიდებული ძრავა წარმოქმნიდა საკმარის შიდა სითბოს და მექანიკურ ბიძგს, რომ არქტიკის გამყინავ ჰაერს შემოყინვის გარეშე გაეძლო. თითქმის 20 საათს უკრაინის ტროციანის ცხენი ნელა მიფრინავდა რუსეთის ცაზე. თვითმფრინავს სიბნელის საფარველიც კი არ ჰქონდა. არქტიკის ზაფხულში ფრენისას დრონი სრულად იყო გამოფენილი შუაღამის მზის შუქზე. და მაინც, როდესაც საბოლოოდ ოლენიის ავიაბაზას მიაღწია, რუსი დამცველები სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდნენ.
საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც $1,000,000-იანი ზებგერითი კამანადგურებლების ჩის ჩამოსაგდებად იყო შექმნილი, ვერ ხვდებოდნენ როგორ გამოეხმაურათ ნელამოძრავი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის, რომელიც ტყის ზემოთ მიფრინავდა. ქვემოთ ვრცელდებოდა უზარმაზარი ბეტონის სივრცე, სადაც განლაგებული იყო მასიური თუ 22 M3-ები, რომელთა სიგრძე 130 ფუტზე მეტი იყო. ისინი სტანდარტულ გამაგრებულ ბუნკერებში არ ეტევა, ამიტომ ღია ცის ქვეშ აყენებენ. სრულად დაუცველები არიან ზემოდან. როცა A22 პერიმეტრის ხობე გადაკვეთა, მის ბორცზე არსებული ხელოვნური ინტელექტი გააქტიურდა. მისმა ოპტიკურმა კამერებმა ქვემოთ მიწა დაასკანერეს. უგულებელყვეს ყალბი ორგანზომილებიანი ბონგდამშენის სილუეტები, რომლებიც რუსულმა სამხედროებმა ასფალტზე დახაბეს. როგორც სათყვარები, ის ეძებდა კონკრეტულ გეომეტრიულ ფორმას. სანამ ავტონომიური ოპტიკა არ მიეკრო თუ 22 M3-ის ხასიათობრივ დახრილფრთიან სილუეტს. დაცლილ კაბინაში რობოტულმა სერვოებმა მკვეთრად წინ წასწიეს მართვის შტურვალი. A22 ცხრით დაეშვა საბაზისო ტერმინალურ პიკირებაში. უსაფრთხოების სამსახურმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა რა ხდებოდა, მაგრამ ზედაპირზე ჰაერის რაკეტის გასაშვებად უკვე ძალიან გვიანი იყო. ერთი დათმით $90,000-იანმა მოდიფიცირებულმა სპორტულმა თვითმფრინავმა კრიტიკულად დააზიანა $40,000,000-იანი სტრატეგიული ბომბდამშენი. მაგრამ რუსეთისთვის ნამდვილი ფინანსური ზარალი უსასრულოდ უფრო მაღალია. ქარხნები, რომლებმაც ააშენეს თუ 22 M3, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დაინგრა. რუსეთს პირდაპირ მნიშვნელობით ახალიების აშენება აღარ შეუძლია. თითოეული ბომბდამშენი, რომელსაც ისინი კარგავენ, მათი ბირთვული ტრაიადის მუდმივი და შეუცვლელი დანაკარგია. რუსეთის ფიზიკური ზომა, იგივე რამ რაც ნაპოლეონის არმიაში თანთქა, მის უდიდეს სისუსტედ იქცა. კომერციულად ხელმისაწვდომი ძრავები და ღია კოდი ფუნდამენტურად რუკის მნიშვნელობას ანგრევს. დისტანცია აღარ არსებობს. იმის სანახავად თუ როგორ შეაჩერა ზუსტად ამავე ასიმეტრიულმა ომმა რუსეთი ომის პირველივე დღეს სრული და მყისიერი გამარჯვების მიღწევაში, დააწყაპუნეთ ამ ვიდეოზე აქ.